100-ზე მეტი ქვეყანა დიპლომატიურად შემოერტყა ირანს. კრიზისის ყველაზე მგრძნობიარე წერტილში, სადაც ნაოსნობის თავისუფლება დგას საფრთხის წინაშე. ჰორმუზის სრუტეში ამ ოთხშაბათს 2026 წლის 13 მაისს. ფაქტი, რომელიც თეირანის წინააღმდეგ მოქმედებს, მხოლოდ ამერიკული გემი, ბრიტანული დესტროიერი ან ფრანგული ავიამზიდი არ არის, რომლებიც რეგიონში გადაადგილდებიან. რაც ზეწოლის მასშტაბს ცვლის არის ის, რომ 112 ქვეყანა მხარს უჭერს ბაჰრეინის მიერ წამოწყებულ რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭოში. ირანი ჰორმუზის საკითხს რეგიონულ პრობლემად განიხილავდა, ახლა კი ჰორმუზი მსოფლიო ზეწოლის საგნად იქცა. ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა შენ გინდა არხზე გამოწერილი იყო, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავთ სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. როდესაც კრიზისი 112 ქვეყანას აერთიანებს ერთსა და იმავე მოთხოვნაში, თეირანი კარგავს შესაძლებლობას გაყიდოს ნარატივი, თითქოს მხოლოდ წინააღმდეგობას უწევს. ზეწოლა აღარ გავს დაპირისპირებას ტრამპსა და ირანის რეჟიმს შორის. და ეს გადაიქცევა ბევრად უფრო დიდ ფრონტად, სადაც მთავრობები შეშფოთებულნი არიან ნავთობით, გაზით, საზღვაო ტვირთით, გემების დაზღვევით, საკვებით, ინფლაციითა და ენერგიით. ბაჰრეინმა რეზოლუცია მაგიდაზე დააკენა, რადგან სპარსეთის ყურის მეზობლები პირდაპირ არიან თავდასხმებისა და არასტაბილურობის ზემოქმედების ქვეშ. მაგრამ საერთაშორისო მხარდაჭერა აჩვენებს, რომ შიში სპარსეთის ყურიდან მთელ მსოფლიოს გადაედო. ალყა იწყება დიპლომატიით, მაგრამ ზღვამდეც აღწევს. ტრამპის მთავრობა უკვე ცდილობდა საერთაშორისო კოალიციის შექმნას, რათა ჰორმუზში ნაოსნობის თავისუფლება აღედგინა. როიტერსის მიერ ნანახმა დიპლომატიურმა დოკუმენტმა აჩვენა, რომ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაამტკიცა საზღვაო ნაოსნობის თავისუფლების პროექტის შექმნა. ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიზანიც სხვა ქვეყნების ჩართვაა ოპერაციაში. ეს აჩვენებს, რომ ვაშინგტონი ჰორმუზში მხოლოდ მარტო მოქმედებას და შემდეგ ახსნას არ აპირებს. დონალდ ტრამპს სურს ირანის კრიზისი საერთაშორისო მისიად აქციოს და თეირანი იზოლაციაში დატოვოს. მარტივი მოთხოვნის წინაშე სავაჭრო გემი უნდა გაიაროს. ევროპა ამ ბლოკადაში ჩაერთო, რადგან კრიზისი მის საკუთარ ინტერესებსაც შეეხო. დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში მრავალეროვნულ მისიაში გაგზავნის დრონებს, ტაიფუნის ტიპის გამანადგურებლებს და ხომალდ HMS Dragons. გადაწყვეტილება წარდგენილი იყო როგორც თავდაცვითი ოპერაცია, რომლის მიზანია კომერციული გემების დაცვა და ომის გავლენის შემცირება მოსახლეობაზე. მაგრამ პრაქტიკაში ბრიტანეთის ჩასვლა უფრო დიდ მნიშვნელობას ატარებს. ლონდონი აცხადებს, რომ არ აპირებს უყუროს, როგორ აკონტროლებს ირანი გლობალური ვაჭრობის ტემპს მუქარის ფონზე. ვინც ცდილობს მარშრუტის აღდგენას, საფრანგეთი იგივე გზაზე ჩნდება, აძლიერებს საზღვაო კოორდინაციას და ევროპულ მასშტაბს ზენს ალყას. ავიამზიდი. შარლ დე გოლი მოხსენიებულია რეგიონში გადაადგილების კონტექსტში. იმ დროს, როცა გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი თავდაცვის მინისტრებთან მოლაპარაკებებს მართავენ სანავიგაციო პასუხის ორგანიზებისთვის, გავრცელებულ სიახლეებში ეს ნაბიჯი ემატება ბრიტანეთის გაგზავნას, ამერიკული ძალების გადაადგილებას, გიბრალტარში წყალქვეშა ნავის გავლის ცნობებს და გემების ესკორტისთვის ძალების მომზადებას. სრუტეში შედეგი მარტივია გასაგებად. ირანი, როცა ზღვას უყურებს, ვეღარ ხედავს მხოლოდ ვაშინგტონს. ის ხედავს ევროპას, ურის ქვეყნებს და ათეულობით ერს, რომლებიც ერთსა და ემსა და იმავე კარს აჭერენ. ირანისთვის ყველაზე საშიში ის არის, რომ უკვე ჩინეთმაც კი დაიწყო ჰორმუზის სრუტის გლობალურ პრობლემად განხილვა. პეკინი ირანისთვის შეიძლება ყველაზე კომფორტული პოლიტიკური ფარი იყოს, რადგან ის ხიდულობს ენერგიას, კონკურენციას უწევს ვაშინგტონს და ხშირად აკრიტიკებს ამერიკის ქმედებებს. მაგრამ კრიზისმა ფორმა შეიცვალა. ჩინურმა ნავთობის ტანკერმა შეძლო ჰორმუზის სრუტიდან გასვლა მას შემდეგ, რაც 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო ყურეში, აშასტეშოსა და ირანს შორის ომის ფონზე. გემი ატარებდა 2 მილიონ ბარელ ერაკის ნავთობს. და როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს იყო ჩინური ნავთობის ტანკერების მესამე ცნობილი გავლა სრუტით, ომის დაწყების შემდეგ. აი აქ აძენს ტრამპი უპირატესობას. მას შეუძლია შეხედოს პეკინს და თქვას, რომ თეირანის წინააღმდეგ პოლიტიკურ დახმარებას არ ითხოვს. ის ითხოვს საბაზისო წესის დაცვას ყველასთვის. მარშრუტმა უნდა იმუშაოს. თუ ჩინური გემები ჩერდება, თუ ტვირთებს კვირეობით ლოდინი უწევთ, თუ სადაზღვევო კომპანიები ზრდიან ხარჯებს, თუ ნავთობის ტანკერები მხოლოდ არაოფიციალური ნებართვით გადიან, ირანი უკვე აღარ ჩანს სასარგებლო მოკავშირედ და უფრო ზარალის წყაროდ აღიქმება.
შინეთს არ ჭირდება დონალდ ტრამპის პარტნიორად ქცევა. თეირანის დასასუსტებლად საკმარისია ჰორმუზის სრუტე ეკონომიკურ პრობლემად განიხილოს და არა როგორც ირანის სიმბოლოდ. ირანმა სცადა გაეფართოებინა თავისი ზედამხედველობა სრუტეზე და დაედო შეთანხმებები მეზობლებთან, როგორიცაა ერაყი და პაკისტანი, რათა ნავთობისა და გაზის ტრანზიტი ორგანიზებულიყო. მაგრამ ეს გზა ასევე თეირანის წინააღმდეგ შემოტრიალდა. რაც უფრო მეტად ცდილობს რეჟიმი განსაზღვროს, ვინ გაივლის, როდის გაივლის და რა პირობებით, უფრო მეტი ქვეყანა ერთვება დისკუსიაში, რათა განაცხადოს, რომ გლობალური მარშრუტი არ შეიძლება ირანის ნებართვაზე იყოს დამოკიდებული. ეს აძლიერებს საერთაშორისო ზეწოლას და აძლევს ძალას 112 ქვეყნის რეზოლუციას. აფეთქებები და სამხედრო აქტივობის შესახებ ცნობები ირანში და მის გარშემო კიდევ უფრო ამძაფრებს ალყის გარემოს. გავრცელებულ მასალაში მოხსენიებულია აფეთქებები მნიშვნელოვან რეგიონებში, როგორიცაა არაკი და შირაზი, ასევე ეჭვები დრონებზე, საჰაერო თავდაცვის აქტივობაზე და სამხედრო ფრენებზე მგრძნობიარე მარშრუტებზე. ირანის რეჟიმს ამ ყველა მოვლენაზე მკაფიო განმარტება არ გაუკეთებია. ასევე არ არსებობს საჯარო და სანდო დადასტურება დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ამ კონკრეტულ შემთხვევებში. ეს დუმილი ხელს უწყობს იმის შეგრძნებას, რომ თეირანი ერთდროულად რამდენიმე მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ტერიტორიის შიგნით, ზღვაში, დიპლომატიასა და ენერგორესურსების მარშრუტებზე ბირთვული მოლაპარაკებაც ალყაში ექცევა. ტრამპმა უარყო ირანის პასუხი ბირთვულ პროგრამაზე, განსაკუთრებით 60%-მდე გამდიდრებულ ურანზე, ამ მასალის ნაწილის მესამე ქვეყანაზე გადაცემაზე და ობიექტების დემონტაჟზე უარის თქმაზე. ცენტრალური დეტალია ის, რომ ირანის წინადადებამ ვაშინგტონი ვერ დაარწმუნა და როცა წინადადება ვერ არწმუნებს, საზღვაო ზეწოლა აღარ არის მხოლოდ რეაქცია სრუტეზე და ხდება მოლაპარაკების ბერკეტი. ტრამპი ზღვაში აძლიერებს წნეხს, რათა მოლაპარაკების მაგიდაზე დათმობა აიძულოს. ახალი გზა სწორედ ამ შეთავსებაშია. ევროპა არ ჩაერთო იმიტომ, რომ ომის მოყვარული გახდა, არამედ იმიტომ, რომ ჰორმუზი გავლენას ახდენს ფასებზე, ტრანსპორტირებასა და სტაბილურობაზე. დიდი ბრიტანეთი არ მოქმედებს და ანადგურებს მხოლოდ იმისთვის, რომ ფოტოზე გამოჩნდეს, არამედ იმიტომ, რომ ნავიგაცია ძალის გამოჩნდად იქცა. საფრანგეთი მინისტრებს მხოლოდ შეერთებული შტატებისადმი სოლიდარობის გამო არ აერთიანებს, არამედ იმიტომ, რომ პარიზმა იცის, რომ ყურეში ხანგრძლივი კრიზისი ენერგიასა და ვაჭრობაზე აისახება. და ეს 112 ქვეყანა დიპლომატიური დეტალის გამო არ ჩნდება. ისინი ჩნდებიან იმიტომ, რომ ირანმა რეგიონალური კრიზისი გლობალურ პრობლემად აქცია. ისტორიამ უკვე აჩვენა, რომ საზღვაო მარშრუტებს შეუძლიათ ნარატივების დამხობა, როდესაც ისინი ადგილობრივი პრობლემა აღარ არის 1946 წელს. 56. სუეცის კრიზისმა დაამტკიცა, რომ სტრატეგიული გასასვლელი მხოლოდ იმ მთავრობას არ ეკუთვნის, რომელიც მასთან უფრო ახლოსაა. როდესაც არხი ეგვიპტემ ნაციონალიზაცია მოახდინა, გაერთიანებულმა სამეფომ საფრანგეთმა და ისრაელმა სამხედრო რეაგირება მოახდინეს. ამ პოლიტიკურ გათვლაში შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირიც ჩაერთნენ. მსოფლიომ აღმოაჩინა, რომ ენერგიისა და ვაჭრობისთვის გამოყენებული გასასვლელი რუკით არ შემოიფარგლება. დღეს ჰორმუზი. ამავე სიმბოლურ ტვირთს ატარებენ. როდესაც მარშრუტი იბლოკება, მთავრობები, რომლებიც არც კი არიან სპარსეთის ყურეში, იწყებენ მოქმედებას. იაპონია იმპორტირებულ ენერგიაზეა დამოკიდებული და საზღვაო პროგნოზირებადობა სჭირდება. ინდოეთი კი ნავთობს, ახლო აღმოსავლეთში დასაქმებულ მუშახელსა და ტრანსპორტირების ხარჯებს აკვირდება. სამხრეთ კორეა სტაბილურ მარშრუტებზეა დამოკიდებული თავისი ინდუსტრიისთვის. ჩინეთს კი სჭირდება, რომ ტვირთი და ფასი ევროპაში უზრუნველყოს. ნებისმიერი არეულობა საწვავში გავლენას ახდენს ავიაციაზე, სატვირთო გადაზიდვებზე და ინფლაციაზე. არც ერთ ამ ქვეყანას არ ჭირდება დონალდ ტრამპის მოწონება, იმის დასასკვნელად, რომ ირანს არ შეუძლია გლობალური გასასვლელი მუდმივ პოლიტიკურ ბერკეტად აქციოს. აი რატომ არის 112 მხარდამჭერის რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ერთი ცალკეული მუქარა? ალყის ძალა სწორედ ამაში მდგომარეობს. დონალდ ტრამპმა კრიზისი იმ დონეზე გადაიყვანა, სადაც ირანი მხოლოდ შეერთებულ შტატებს აღარ უპირისპირდება. ის საერთაშორისო ზეწოლას აწყდება, რომელიც იზრდება, რიცხვებში ჩანს და ჰორმუზის სრუტეს ირანის იზოლაციის ვიტრინად აქცევს. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღეს სიმართლით კარგად დაგაინფორმირო. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია მოცემული. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო ჩვენ საზოგადოებაში. მილსონ ალვესი